მაგრამ სად გადავალ და სად ვიცხოვრებ არავის არ ეცოდინება უახლოეს მეგობარსაც კი ასია საჭირო და მითო აბანუთობაში ცხოვრება რო ერთი სიამოვნებაა ამაზე ორი აზრი არ არსებობს განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ტურისტებს მიაქვთ აქ აურობა და მუდმივი ჟრიამულია და მე ხმაური სულაც არ მოწუხებს, განსხვავებით ჩემი მეზობლებისა. მაგრამ შემოწუხა ერთმა გარემოებამ და ფაქტმა. ყველაფერი, ჩემი პროცედურები, ისა, ესა, სალონიშ, ყველაფერი ვაკეში მაქვს აღარ შემიძლია და მე მგონი, უნდა გადავცხოვრდე ისე ვაკეში. ვაგრძელებ ჩემს მოგზაურობას. მე სახესაჭრელს არ ვაკეთებ, მე სახესაჭრელს არ ვჭამ. შესაბამისად, ხშირად კი არა, სულ რესტორანში დავდივარ. რა ვქნა კიდეცვალებ. ეხლა მე მოვედი ცნობილ რესტორანში, ასკანელი Restaurant and Palestra Lounge Bar. მაგრამ ასკანელში ვარ და ეხლა უნდა შევკვეთო საჭმელი და ვიქნები ძალიან ობიექტური. იმიტომ რომ მიყვარს ობიექტურობა. გადმოვჭიქი. მოკლედ არჩევანი ძალიან დიდია. მშვენიერი კერძებია, კაი დასახელება და მე ავირჩევ ქათმის მწვადს და გრილზე შემწვარ ბადრიჯასა და პომიდორს. ჩაი ფსელი, ორჯერ მოვატანინე, მაგრამ ძალიან ფსელი ჩაია. არ ვიცი რა ბრენდის იყენებენ. ორი გახუხულია კარგია. ბადრიჯანი ყოველთვის ჯობს რომ გზლად იყოს დაჭრილი, უფრო გემრიელი. ორი გახუხულია კარგია. ბადრიჯანი ყოველთვის ჯობს რომ გზლად იყოს დაჭრილი, უფრო გემრიელია. ძალიან ბევრი ზეთი აქვს და ცოტა უგემურია. ძალიან ბევრი ზეთი აქვს და ცოტა უგემურია. ძალიან სუსტია. ძალიან სვა პალესტრას ეს არ ეკადრება. ხო, ქათამი უკან წაიღეს, მე ვთხარი ხინკალი მომიტანეთ მეთქი ხაჭოსე. ეხლა ეს მოვიდა და აი ამასაც აქვს რაღაცა სპეციფიური გრილის სუნიკი ბოლო. არ ვიცი რა გითხრათ. რაღაცა ჭურჭელი გრილის ხინკლუკები მომიდა, ხინკლუკები. მე გაგისკდა მოცელი.